საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. დილამშვიდობის. ესე იგი არ მიყვარს საფხული. არა, თან მიყვარს. მოკლედ თან მიყვარს, თან არ მიყვარს. რატო მიყვარს ახლა ამის ჩამოთვლას არ დავიწყებ. გეტყვით რატო არ მიყვარს და მგონია რომ ყველა დედა ესე ფიქრობს. და ახლა მე ვიტყვი ყველა სათქმელს. ესე იგი იწყება თუ არა საფხული, უბრალოდ საზაფხულო არ დადაგები. მომენტალურად ბავშვები ვარდებიან ყველანაირი რეჟიმიდან. ჭამის, ძილის, კითხვის რეჟიმში დაბრუნება ყველაზე რთული, იმიტომ რომ დაბრუნდებიან თუ არა რეჟიმში, ახალი არ დადეგები მოდის. მოკლედ, თავიდან ტკბებიან თავისუფლებით, მაგრამ მე იწყება ახალი პრობლემა. სად წავიდეთ, რამდენი ხნით წავიდეთ, ისთან ერთად წავიდეთ. ალბათ ბოლო 13 წელია ჩვენ ოჯახში ეს სად წავიდეთ და რამდენი ხნით წავიდეთ, უდიდესი განხეთქილების მიზეზია. თავიდან სრულიად ვემორჩილებოდით მანანას და ბავშვები იმ კურორტზე მიყვავდა, რომელსაც მანანა გვეტყო და რა თქმა უნდა პედიატრთან რეკომენდაციის შედეგად. მაგრამ ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ, გადასარევი იმუნიტეტი აქვთ და შარშან პირველად შევეწინააღმდეგე დედაჩემს. მაკა, ნუ გადამრიე რა. ვინ თქვა, რომ ბავშვებისთვის ჯერ მთა და მერე ზღვა არის საჭირო, არავის არ უთქვამს დედა, უბრალოდ მე ვამბობ, რომ მე მინდა ერთი კვირა ზღვაზე წასვლა. დედა გავგიჟდები რანაირი მშობლები წამოვიდნენ, ესე იგი თქვენ თვითონ გინდათ ზღვა და მზეზე კოტრიალი და ბავშვებს რა ჭირდებათ არავის არ აინტერესებს. დედა, ბავშვებსაც ჭირდებათ მზე და ზღვა. კი ბატონო, მაგრამ ერთი კვირა, ისიც თამდე. პრინციპში ეგრეც გამოვა, იმიტომ რომ ორი კვირა გვაქვს მარტო შობულება მე და ზაზას. რა? ესე იგი ერთი კვირით მიყავთ ბავშვები მთაში? ხო, რა მოხდა? ჰაერს გამოიცვლიან. დედა, მაკა, ჭკვიანი გოგო, მეგონე და თურმე როგორ ვწდებოდი, რა ჰაერს გამოიცვლიან, მაკა, რა ჰაერს გამოიცვლიან? ერთი კვირა აკლიმატიზაციაშიც არ ეყოფათ. აი შენი ცხონებული პედიატრი სხვათა შორის ყოველთვის ამბობდა, რომ ბავშვები 24 დღეზე ნაკლები არ უნდა გაიყვანოთ ქალაქიდანო. დედა, ვინ დადის 24 დღე დასასვენებლად? კაი ბატონო, 21-ით მაინც წადით. მოკლედ, აი ამიტომ არ მეყვარს საფხული. მაგრამ წელს განსხვავებული საფხული იქნება. ჯერ ერთი იმიტომ რომ ზაზა და ბავშვები 3 დღით უკვე იყვნენ ბორჯომში და დაისვენეს და მეორეც ახლა დამერიგა თამუნამ საზასთან და მითხრა იქეთ კვირიდან კარგი ამინდები გვაქვს ბათუმში და თქვენ თუ არა ბავშვები მაინც გამოვშვით 1-2 კვირით. ისე გამეხარდა. მართალია მე ვერ ვახერხებ წასვლას, მაგრამ ბავშვები გიჟდებიან მამიტაზე და ზუსტად ვიცი გაეხარდებათ. თამუნაც გიჟდება ბავშვებზე და არ ვიცი ყურებზე დგება ამათ რო ხედავს. ძალიან საყვარელია თამუნა. და ძალიან მიგვერს ხოლმე ამ მულებზე რაღაცებს რომ ამბობ. და არ ვიცი, შეიძლება მასეც არის და მე შემხვდა ის ერთადერთი თამუნა. მაკა, ვიცი ეხლა რასაც აკეთებ და მაპატიე რო გაცდენ, მაგრამ პირსახოცი ჩამივარ და აბაზანაში და ახალი შემომაწოდე რა. ჩავარდა რა, ისე ზუსტად ვიცი შეტანა დაავიწყდა. მაკა, შეგიძლია იფიქრო რომ შეტანა დამავიწყდა, მაგრამ ცდები. აი, წავედი. რა კარგია. 20 წლის გოგოს წნევა მაქვს. ვაიმე არ დამგურყოთ. ხომ კარგად ხარ, ხალბატონო მანინა. აი მე ამის დანახვა და ჩემი გულის ფრიალი ერთია ხოლმე რა. გიყვარვართ და იმიტომ. დილამშვიდობის. და წნევა გაიზომე? არა მაკა, ნუ ხო შეიძლება რომ წნება გავიკონტროლო, არა? არა, როგორ შეიძლება რომ გაიკონტროლოთ, მეთქი მაღალი აქ თქო და. ძალიანაც უნდა ზოგიერთეს, მაგრამ არ გამოუვათ შვენიერი წნევა მაქვს. კაი, მაშინ ყავა? უი, ყავა კარგი იქნებოდა დედა, თან ცოტა საგეჭორავებოდი, მოწმეები რო არ გვეჭდეს აქ. კი ბატონო, გავალ. არა, დაჯექი. რაღაც საქმე მაქვს ორივესთან. აიმე, რა იყო? არაფერი დედა, დამშვიდი, ყველაფერი არის კარგად. აიმე დედა, რა იცი ხოლმე, მაკა ეს გულს რო გამიხეთქავ ხოლმე რა. ხო, მართლა, მაკა, რატომ გიყვარს ეს ანონსები და ტრეილერები?
Რაღაც უნდა გითხრათ. კი რა პირდაპირ. კი, მაპატიეთ აწი, აღარ ვიზამ ესე. მოკლედ. თამუნამ დამირეკა და მითხრა იქეთ კვირიდან კარგი ამინდები გვაქვს და ბავშვები გამოუშვითო. აუ, ფრას დავისვენებ, აბა, ხელს არ გაგაქანებინებთ თამუნა. მოიცადე და მე რა შუაში ვარ. აბა დავისვენებოდა, მეგონა თქვენ წაპირებდით. არა ზაზა, მე ვიგულისხმე შენ რომ წახვალ და ბავშვებს რომ წაიყვან, მე დავისვენებ მეთქი. აფსუს რა დასვენება ჩაგეშალათ, იმიტომ რომ მე ვერ მივდივარ. რატო? რატო? გასაუბრება მაქვს თქო, ხო გითხარ. რა ხო, მაკა. გასაუბრების გულისთვის უნდა ამოახჭოთ ბავშვები აქ. და ტელეფონზე რო გაესაუბრო არ შეიძლება? არა, არ გამოვა. რატო, მაინდა-მაინც შენ უნდა დაგინახონ? არა და ბავშვები ჰაერს გამოიცვლიდნენ, თან კაპიკიც არ დაგეხარჯებოდათ. რა ვიცი, შენ კაცმა რო კითხოს, ფულს გზოგავოდა. ზოგავ, ქალბატონო მანანა, აი, არიცით როგორ მინდა კიდევ ერთი კობზი შაქრის ჩამატება ყავაში. მაგრამ არა. რატომ? იმიტომ რომ ზოგავ. მე რა ტყილა ვიშლი ხოლმე ნერვებს აჭკუა ვერ ვისწავლე რა და ეს კიდე მაიმუნობს. დედა, დამშვიდდი. ბავშვებს მაინც გავუშვებთ. როგორ? მარტო გავუშვებთ ბავშვებს ზღვაზე? თამუნასთან. მაკა. ბავშვების მარტო გაშვება შეიძლება ზღვაზე? დედა, თამუნა ძალიან ყურადღებიანი გოგოა. ძალიან კარგად მოუვლის. და ჩემი შვილები კიდე მამიდამის უფრო უჯერებენ ვიდრე მე. ვიცი ბატონო, ვიცი რომ თამუნა ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ ზღვაზე 100 თვალი და 100 ყური გჭირდება ადამიანს. 100 თვალი და 100 ყური ამ სახლში მარტო თქვენ გაქვთ, ქალბატონო მანანა და ხომ არ გაყვებოდით? მე საცხობ შენ მიხედა? ერთი 40-50 თვალი და ყური აქ დატოვეთ და საცხობსაც ჩვენ უნდა ეყობა. გამარჯობა, ცხელს რა შემოთავაზებთ? გრილი თქვი შვილო, თორე ცხელი ხაჭაპური გვაქვს და 2 წუთში კარტოფილის ღვეზელიც იქნება. კარტოფილის ღვეზელი არ მიყვარს. მაშინ ხაჭაპური მიირთვი. აბა მაჩვენეთ. გაჩვენოთ რას ქვია? თანებას. შევხედავ ფერს და ცომის შვილს ფერს. მობძანდი აბა შენ. აბა. აი გენაცვალი. მოგწონს? შესახედაობა კარგი აქვს. ხარისხენებ ქულისაგან და ყველისაგან არის დამზადებული? საუკეთესოდ. სისუფთავაც დაცული გაქვთ. თანყვები ჩვილო აქაურობის წმენდა ხეხვას. ისე შენ საკმაწვილო სანეპი სადგურიდან ხომ არ ხარ? არა, მეზობელი კორპუსიდან ვარ. აბა, რა გადავწყვიტეთ? ყველის ვარგისიანობის საბუთი გააქვთ? ასლი მოგართვათ თუ დედანი? შენ შვილო ხაჭაპური გინდა თუ გააგრძელებ ამ ასაკოვანი ქალების ნერვების წვეტას? კარგით, მომეცით ერთი. აბა. იმედია მოგეწონება. ნახოთ. უკაცრავად მოგეწონებათ. ნახოთ. ეს კარლო მანაგაძის შვილი ხომ არ არის ნეტა. იმანიცის ასე ჩაკირკიტება. ყველას ლატე ხო? არა, მე თურქული უშაქროდ. ახლავე მოგართმევთ. მათი არ მითხრა ეხლა რომ ისევ იმ სუპებს ჭამ. არა, საერთოდ აღარაფერს აღარ ჭამ. გაგიჟდი გოგო, 5 შვილი ყავს გასაზრდელი, რას ქვია არაფერს არ ჭამ. მე რა ვქნა, ძალიან მჭირდება დაკლება. თან რაც შეიძლება მალე. ხედავთ როგორი აზარტულია ხალხო ფორმაში ყოფნა. მათი როდის აქეთ გახდი აზარტული? არა, აზარტული არა, ღმერთმა დამიფაროს. არა, უბრალოდ ერთ კაბაში უნდა ჩავეტიო. კოტიკოს მოწენს ეს კაბა. დიახ, და მეც მჭირდება. რატო? მიდიხარ სადმე? მარტო მე არა. თქვენც? ჩვენც? მიცე ეხლა ყოფა მას როდის უნდა მოვასწროთ მის გაკეთება ნახე რა თქვა. მოასწრებ 3 დღეში. ეს არ მემდივართ გითხარი. კახეთში. ჩემ და კოტიკოს ქორწინების 15 წლის იუბილეა. თან ჯარჯი რომ გაჩნდა ვერ აღნიშნეთ და ეხლა ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. რა გეჩქარებოდა? ნათია, მაგრამ დაგეცადეთ სანამ საბაცოლს მოიყვანდა. ჯარჯი. რა მნიშვნელობა აქვს? საბა ჯარჯი ცოლს მოიყვანდა და სამრაბეს ერთად აღნიშნავდით ბარა. აუ ნათი რა მაგარია. აი ხო, მაგარია. კაი რა ვწივართ, მაშინ წავედით მაღაზიებში, არანაირი ძველი კაბა, წავედით. არა. ის კაბა მეც ჯურის წერაზე. თან კოტიკოს ნაყიდია და აუცილებლად ის უნდა ჩავიცვა.
ძალიან ვიწრო გაქვს? არა. 2-3 კილოს ამბავია. არა 7-8 კილოს ამბავია 2-3. აჰა, 4-5. ჰაჰა 5-6-7 ვიდარო რა კაი გოგო ხარ რომ მოხვედი ეხლა გირეკავდი დაროა კიდე ეგ ხო? ნანა შენახა გოგო მე მეგონა დაწყვიტეთ ერთმანეთი და არ გამაგიჟო ეხლა შენ კიდე დარეჯას ელოდები? რეებს ლაპარაკობ ნანა რა მაქვს დარეჯანთან გასაყოფი და საჩხუბა არის რა ვიცი მე? არა უბრალოდ დააგვიანდა და ნერვიულობდი იმიტომ რომ არიცის მაგან დაგვიანება ის კი არა ჩემზე ადრე მოდის აქ და რო დარეკე რა გიპასუხა? არა ვერ დავრეკე იმიტომ რომ გამორთულია აბა რა სიზავდა? არა ნამუსით უნდა გაეცა პასუხი შენთვისა? აი, არა, ჩემ გაგინდათ რომ მაინც გაიგოთ ყველაფერი რა. მერე იტყვიან რაც უდიენა აქვსო და მე უნდა გითხრა მაინც და მაინც, ხო? და ჩემი სიკვდილი რა დაემართა ნანა მითხარი კაცო, შენ ჯვარი გწერია ერთი ჯანდაბა მაგას რა. იცი რა მაინტერესებს? აი რა გადაუხატა ამისთან და ლიანამ, რომ შენ მიგატოვა და იმასთან წავიდა სამუშაოდ. რა? ესეც შენი პატიოსანი დარეჯანი გენაცოლე. ახლა არის გამოჯგიმული იმ საწყობში, ახურავს თეთრი ისა ფოფოხი და ბუს არისვებს ცხვირზე. ვაიმე რომ განახა, ბუზებითა მთელი საწყობი სავსე. არა არ არსებობს რაღაცა გეშლება რა. რა მეშლება გოგო, ორჯერ დავარტყი წრე იმას, რა ქვია, საწყობს. მერე სათვალე გავიკეთე, მივედი ახლოს, დავაკვირდი და რო ვნახე, რომ ის იყო კინაღამ გადავიდა. მითხარი ერთი სად არის მაგათი საწყობი? კარგი კაცო, ერთი არ აქვს ხვენია, მაგადონეზე ხო არ დახვალ, კაცო. ვაიმე, ერთი პირობა კი ვიფიქრე. ეხლა შევარდები და გავთხლიშავ შუაზე მეთქი, მაგრამ არა, ნუ გამიშვირა, მართლა ხო არ გავლახავა რა. უბრალოდ მინდა ვკითხო რა დაუშავე. რას მერჩის? აი როგორ მომექცა ესე? სად უნდა წახვიდე ერთი, დაჯექი ერთი. ფერი არ გადავს შესაძოდაო. ჯანდაბას წაუღია, დარეჯანი, თავისი ხაჭაპურებიანა, ლობიანებიანა, ტორტიან. ვაიმე, შენ დამბაცადე მე რა. შენ ოხჩი ამოვალ თუ ყოფილ ვარ ხან. ერთი კაი ცივი ყავა ახლა. ყინულები აღარ გვაქვს, თორე გავაკეთებთ. გვაქვს. მე ავასებო შენ და შევდე. შენ რო ავსე მარიამ გადაყარა. წყლის ეგ აგრეგატული მდგომარეობა სიცივის და განხეთქილების ნიშანიაო. დედა, ვინა სწავლის ამ ქალს ამისთან რაღაცები. ჩემი ჯიმის ჭირს ვიღაცას რა. სად არის თქვენი უფროსი? ჩვენ ვერ დაგეხმარებით? თქვენი დახმარება უკვე ვნახე. ჯერ ფერები შემიცვალეთ. მერე ფარჩევანგების ქანდაკებები ამომიგდეთ. მერე ფანტანები დამოპატარავეთ. დღეს სული ბაჩუკის გენდოთ, მაგას კიდე ცალკე მოვკლავ. მაგრამ ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ. დამშვიდით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ხო და თუ არ შეგიძლიათ, არ მინდა ბატონო თქვენთან კონტაქტი. ერთი წუთით რა, ერთი წუთით. უკაცრავად. მამუკა, ხო? კი? ბატონო მამუკა, მოდი დაგძალით ცოტა. უკაცრავად. პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხატოთ ამ გაუგებრობისთვის. ერთი დღე მაცადეთ რა. აი ხვალ ამ დროს მობრძანდით და მერე თუ რამე არ მოგეწონებათ, საერთოდ აღარ მოხვიდეთ ჩვენთან. მოვილაპარაკეთ? ვითომ? პირობას გაძლევთ ხვალ რომ მობრძანდებით, ისეთ სახლს დაგიხატავთ, რომ თქვენს თამა მოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენთ. კარგი ხო? ერთი დღე არაფერს არ მეწვითავს. ხარშევანგები და ლომები მაინც არ დავავიწყეთ. მაგით დავიწყებ. როგორ ახარ ტასო? რა ვიცი ლევან, დავდივარ მაღაზიებში, ასეც მწყითხვა მინდა, ამათმა კიდე მოზომება არ შეიძლებაო. მე კიდე მოზომება და კომპლიმენტები მინდა. აბა ისე ხო გამოვიწერდი რაღაც. რა გეშველება? დამცინილება. მე ანგელოზევით მე ჩაგახუტე და შენ რას მიკეთე? ჩამახუტე არა ის. მომაბრძანა სახში და გაიქცა. მოიცა გაუქმდა ჩვენი შეთანხმება რა. რას ქვია გაუქმდა? მოიცა ელენეს არაფერს არ ეთქვი?
არა. იმიტომ რომ შენ დამპირდი ანდროს ახლოს გაგაცნობა. აუ, მე ყველაფერი გავაკეთე საერთოდ. აი ლევან გიხოცები მორჩეთ ამაზე საუბარს რა. კარგი. ანდრო თუ რამეს ვკითხავ შენზე, ვეთქვი ერთი სოფლუშკა გოგოა, რომელიც ცდილობს ქალაქელ გოგოს დაემსგავსოს. კი ბატონო. რა სიტყვი? შენ მაგას არ იგზავ ლევან. რა ვქნა ტასო შვილის გამო ყველაფერზე წამსვლელი ვარ, აბა კარგად. მოიცა ლევან ერთი წუთი, მოიცა და. ასო დროებით. ლევან ერთი წუთი არ გათიშო. მას უხურე რა, მე უთხრას. გოგოებო, ალბათ გიკვირთ რატომ დაგიბარეთ, ხო? არა, რატო? ძალიან მომენატრეთ და ძალიან მიხარია რომ გნახეთ. მეც, აი, გიყურებთ ახლა და არიცვლებით. კარგი რა. ესეთი ვიყავი რა თქვენ ბავშვობაში, კი? კი და სულ ვამბობდი ელენეს რა ლამაზი დედა ყავს მეთქი. გენაცვალეში. ყოდი ელენეს დედას თქვენი დახმარება ჭირდება. ტასოსაც ვეტყოდი, მაგრამ ვიცი მისი შეხედულება ამ საკითხზე. რა თემაზე? რატო ელენეს მინდა რომ მეორე ბავშვი ეყოლოს. აი მე თქვენ გაიხარეთ. აი ამას ვეჩიჩინებით სულ. მერე რას ამბობს? სულ თავს არიდებს ამაზე ლაპარაკს. მაგა, იქნებ შენც უთხრა, რომ არ არის რთული, რომ გიო მარტო ძალიან ცოდო. კი, მართალია, ვეტყვი, აუცილებლად ვეტყვი. ხო, თორე მე ვერ შევასმინე, თორე არ შეგაწუხებდით გოგო. არა, რას ბძანებთ, რა შეწუხება, ამას ვაკეთებთ ისედაც. ბრილიანტის გოგო ხარ შენ. შენ. დედა მადლობა ღმერთს წნევა არა გაქვს. 130 გაქვს 80. აი მე თვალებში ვერ ვიყურები. კარგი კაცო, ხო არ უნდა გადაყვი ამ საცხობს არა? საცხობში კი არ არის საქმე. ნანა ადამიანს ვერ უნდა ვენდო. აიმე, შენ არ გინდოდა მაგის დანახვა სულ. ეგეთი ჩუმჩუმელა იყო ყოველთვის. რაზე გიждები, იცი კაცო? როგორ გამაშტერა ამ ხელა ქალია? მე მივედი და მე ვთხოვე. მოვიდა თვითონ იტირა, იწუწუნა, პურის ფული არ ამაკო, ბავშვებს ავაჭამო არ ვიციო. ვინ ბავშვებსო გოგო? მაგის რძალი იცი ვინ არის შენ? არა. ჩვენ დროს ის რო იყო ტრესტის მართველი, რაგვარი იყო? კირვალიძე. იმისი შვილიშვილია. უფ ჯანდაბა ჩემთავს ყველასი რომ ჯერა. აიმე გეუბნებოდი შენ მე რომ არ გინდა ეგ დარეჯანი მეთქი, მაგრამ ჰა? მაგას ფული უჭირდა, სახლიდან უნდა და გამოგცევა. მე კი დამღუპა და დამაქცია. არა უშავ შენ გენაცვალე რაღაცას მოვიფიქრებთ. ეხლა კი არ დამიწყია, ნანა ამაზე ფიქრი რა. იპოვეთ ვინმეს, კაცო, მივდგებით, მოვდგებით. ეგრე ადვილი რო იყოს, რო გამოვაკარი განცხადება შენ არ იცი რა ხალხი მოდიოდა აქ. არა და კაცო, თან მარტო რა მეშველება აქ, თან ზილე, თან აწყვე, თან გაყიდე, არა, არა, დავიღუპე რა. რაც ლეილა წავიდა, ერთი ქალი ვერ ვიპოვე, რომ ხელი წამიკრას და მომეხმაროს აქ. აიმე რა ვქნა გენაცვალე, ძალიან მინდა რომ დაგეხმაროდა. მე მკითხე ერთი როგორ მინდა აქ რომ ყავდე. ხო და თუ შენ გინდა ისერი უტეხი ამ ჩვენ მეზობლებს რა. დავდგები აქ, კიდეც მოვზელ, კიდეც გამოვაცხო და გაყიდვით. შენ გაყიდე. და მართლა ნანა. აბა გეხუმრები? რა ვქნა მე? შენ გენაცვალე. მოვიგე, დღეს ეს ჩემია. გაგიმართლა. რამე მითხარი? გირეკავენ. აუ, სანალაპარაკო მაინც მეთამაშე. ჩემია თქო. მე ხორი. ხო, მაშო, როგორ ხარ? კარგად, შენ? მეც, მომენატრა. მეც. შენც მარაშვება? სანდრო. რაღაც თამაში მოვგე და ხა ტირის. მაშო არ არის ეგრე, იტყუება. შეიძლება ერთი რაღაც გთხოვო? შაბლები ერთი-ორ დღე ჩემთან აგარაკზე არ გამოგიშვებენ? იცი აქ რა მაგარია? მინდა, მაგრამ გინდა დედა შენს დაურეკოს დედა ჩემა და გამოგიშვებენ? არ ვიცი. გთხოვ რა. აი, მაშინ ჯერ სანდროს უნდა გკითხო. უთხარი რომ ხვალ დაციც მოვა თქო. და თან PlayStation-ი მაქვს, გუშინ მამამ ახალი თამაშები მომიტანა. მინდა. ხო და ძალიან თხოვე რა. აი, ჯერ დედას უნდა ვკითხო. თუ კიო დამირეკე. სანდრო,
დედას უნდა უთხრათ, რომ მაშოსთან წყნეთში წაგვიყვანოს, გთხოვ. რატო უნდა უთხრათ, მე არ მინდა. მე მინდა და შენ გარეშე ხო იცი რომ არ გამიშვებენ. აი დარდი. გთხოვ და ამას მოგცემ. ხვალე მაინც უნდა მოგეცა, რა აზრია? არ გაქო ჩემი ხათრი. არა. მინდა. ორა ცუდია რომ ვერ წახვალ. თან დათიც იქ იქნება ხვალ. თან მაშოს PlayStation-ის ახალი თამაშები აქვს. იტყუები ხო? დედას ფიცა ვარ, მამა მიყიდაო. დედა სახლშია? აუ როგორ მიყვარხარ? ნეტა შენ ამ სოს და ჰელფის მოწერა არ იცოდე რა ტასო. ეხლა ვიცი რომ არაფერი ჭირს, მაგრამ მაინც ნერვიულო. ხო, მეც უგული მისკდება ხოლმე. მე არა. რატო რა? შენ არ გიყვარვა? არა, მე ყარხარ უბრალოდ ვიცი როგორ იცხარ. სადაა ზოსიკო? მამამისთან. მოიწყინა მარტო. აბა. აი მე გოგოება ხანდახან ისევ ნანობ მეორე რო არ გავაჩინე. აბა. აი უყურებ ზოსიკოს და მეწოდება. მართლა მეწოდება. ის მარტოა რა ხო ხდები და ინათი ახლა შენები როგორ ერთობიან ერთმანეთს. ხო, აი მენაც სვალოთ დედა, იმედები, ერთმანეთის იმედები. აი მე ღმერთმა გამრავლოთ. მაკა შენებს ერთმანეთი რო ყავთ. ხო, ყავთ. აი ხო ხოცავენ ერთმანეთს, მაგრამ თან გიშდებიან ერთმანეთს. აბა რა, უნდა დახოცონ კიდევაც ერთმანეთი. შენი გიორგი მარტო როა. როგორც ზოსიკო. ხო, მაგრამ არ იწყენს დასო. არა, ეგ შენ გგონია ეგრე. და აბა ყავდეს ვინმე იმედი. აბა, აი პირველად ვეთანხმები ნათიას ცხოვრებაში. ელენე, ჩემი შეცდომა არ გაიმეორო. იცოდე, გააჩინე მეორე. აი მე გამიხსენებ და მადლობას მეტყვი. მე სიბერეში. ხო, თან გადასარევი ქმარი ყავს. აბა. ო, კარგით რა, სხვა სალაპარაკო თემა არ გვაქვს? არა. ელე, მე ვამბობ გიოსთვის. ხო იცი დედის ერთა ბავშვები როგორი ისეთი დეპრესიულები არიან, გულჩათხრობილები გოგოება, ძალიან ცოდოები არიან. თორე მე რა ბრძენი ქალივით ალაპარაკდი ახლა დასო. არ არის დრო დაუბრძენდე? აი მე ხო ვარ დედის ერთა, მაგრამ დეპრესიული და გულჩათხრობილი ვარ. ვერ გრძნობ. რა გინდა რომ გიო შენსავით იყოს? მე არა. რაღაცა არსებობს. სამშვიდობის. პრინციპში რაღაც საღამო ღამის 3 საათია, მაგრამ ისეთი აშიტირებული ვარ. მგონია რომ ეხა დაბნელდა. ვერაფრით ვერ ვინელებ ტასოს აქციელს. ეს კი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ნათიას ყველა დაორსულებაზე ისტერიკაში ვარდება და კოტიკოს სულამის სამკვდროს სასიცოცხლო ომი გამოუცხადოს, შეეშვი ამ ჩემ მეგობარს შენი გვარის გამრავლებას ნუ გადააყოლეო, უცებ ელენეს ეხვეწება მეორე შვილი გააჩინეო. კი არა, ეხვეწება აშანტაჟებს. რები არ თქვა, სულ ეგოისტები და დეპრესიულები გვეძახა ჩვენ დედის ერთებს. ძალიან უცნაური გოგოა. არასოდეს არ იცი რა გაეხარდება, რა გააგიჟებს ჩემგან განსხვავებით. მე მაგალითად მარტო ერთი რაღაც, უბრალოდ ერთი ვიღაც მაგიჟებს. იდეალური დედა. აი რა გინდა. იყავი რა შენთვის. მე ხო არ გირეკავ, რატომ ირეკავ? ალო, როგორ ხარ? მადლობა არ ამიშავს შენ. კარგად. მაკა სად ხარ? მთაში თუ ზღვაზე? საათ?
და რა ხდება? ვაიმე თბილისში ხართ? არა, მაშომ კი მითხრა, მაგრამ ვერ დავიჯერე. ვიფიქრე ბავშვს რაღაცა ეშლება თქო. და დაუჯერებელი რა არის? ვაიმე, მაგა ამ ჩახუთულობაში და უჟანგბადობაში თბილისში ხარ და მე მეკითხები რატომ იყვირს? რა უცნაური გოგო ხარ? ვაიმე, მე კიდე რაც ეს ამბავი გავიგე, მოსვენება მაქვს დაკარგული და ამიტომ გირეკავ. თან მაშამაც მითხრა, ნინის ისე უნდა ჩვენთანო. მოკლედ წყნეთში ვარ და შენ შვილებს ვეპატიჟები. იქნებ მოახერხო და რამოდენიმე დღით ამომიყვანო. არა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემი შვილები წაიყვანეს სუფთა ჰაერზე ასვენებ. ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ ხომ შეიძლება ეს ისე გააკეთა, რომ თავი ყველაზე ცუდ დედად არ მაგრძნობინო, მაგრამ არა, არ შეუძლია. ყოველ წუთს, ყოველ წამს საკუთარი უპირატესობა უნდა გიმტკიცოს. გავიგე, რომ იდეალური ხარ, გავიგე, ვიცი. ლევან. კარგი დღე გქონდა? მრეცხავს ჩოვლები. შენ? არა ვიცი სამსახური გოგოები. ტასოს იცი რა ქონია შენახული? მე კიდე ტასო? რა? გახსოვს კიოვის გარეშე რო ვარბანაობ და მე ზოსიკოს რო აჩუკა. ოუ, რა მაგარია რა შეინახა ესე. ხო. გიოს პატარაობა არ გაგახსენდა? ოკეი. გახსოვს რა საყვარელი იყო მოცეცხლული ჩუმი. ძალიან მაგარი გოგოა ტასო ესე ხუნჩი. რა საყვარელი იყო გიო გახსოვს.